მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო. ვაგრძელებთ ჩვენ საუბრებს ციკლიდან ქრისტიანობა და თანამედროვეობა და როგორც უკვე რამდენჯერმე გქონდა, ახლაც ჩვენ თქვენს კითხვებზე გავცემთ პასუხებს, ოღონდ იგივე გულის ტკივილი უნდა მოგახსენოთ, რაც წინაზე ვთქვი, რატომღაც ერიდებით შეკითხვების დასმას უშუალოდ ჩვენი ვიდეოების ქვევით კომენტარების ველში და მხოლოდ პირად შეტყობინებებად მოდის მე მადლობელი ვარ ამ შეკითხვებისთვის, მაგრამ ნამდვილად უფრო გაგვეხარდებოდა, რომ შეიძლება ვიღაცამ ჩვენზე უფრო სხარტი, ამომტვრავი პასუხი იქვე მოგცეს და რაც უფრო მეტად წარმოჩნდება მართლმადიდებელთა აქტიურობა სოციქსელში, მით უფრო გაგვეხარდება ჩვენ, თორე ესე გამოდის, რომ ეს მართლმადიდებლები, შაობნელები, კომპიუტერი მაგათ არიციან, არაფერი მაგათ არიციან და მოდით ვისარგებლოთ სოციქსელით. თუნდაც ერთი კითხვა ძალიან ახლოს იქნება ახლა ამ თემასთან. კეთილი, მაშ ასე. მივიღოთ თქვენს შეკითხვებს. შეკითხვა პირველი. მოგესალმებით რა. მარხვის გარეშე ადამიანი ვერ ცხონდება? ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ამ შეკითხვების დასმისას თუ რას ზოგადად გვაინტერესებს, ეს სხვა არის, მაგრამ თუ პირადი ცხოვრებისთვის, პირადი სამომავლო ხედვიდან გამომდინარე რაღაცა გვაინტერესებს, სასურველია და უმჯობესია თქვენს პირად მოძღვარს თუ არ ყავთ მაშინ უახლოეს ტაძარში. მოძღვრებს ღვთისმშობლობით ბევრი მოძღვარი ყავს და ბევრი კარგი მოძღვარი ყავს. იქნებ მათთან ისაუბროთ ხოლმე. ვერაფერი ვერ შეცვლის პირად ურთიერთობას. ხო, რაც შეეხება მარხვას და მარხვის გარეშე ადამიანის ცხონება ვერ ცხონებას. მარხვაში რას გულისხმობთ? ზოგადად რაიმეს არ ჭამას? კონკრეტულ რაციონების დაცვას? თუ მარხვას საეკლესიო მითითების შესაბამისად ცხოვრებას, რომ თავი შეუზღუდო ამა თუ იმ დროს, ამა თუ იმ პერიოდში, ამა თუ იმ ტიპის საკვებისგან. თუნდაც რაღაცას არ იყოს ჯანმრთელობაზე პირდაპირ მიბმული. მხოლოდ იმიტომ რომ მითხრეს. ჩვენადრე ვთქვით და ახლა ალბათ ამას გავიმეორებთ კიდეც. მარხვას აქვს რამდენიმე შრე. ძველად მარხვა პირველ რიგში გლოვის გამოხატულება იყო, ამიტომ არ ჭამდნენ ხოლმე არაფერს. არ ჭამა, ვინ არ ჭამს საერთოდ? გარდაცვლილი. ეს თავზე ნაცრის დაყრა, გლოვის ნიშანი, მიწაზე გართხმა, არ ჭამა, ბიბლიური მაგალითები მომყავს, ხო? ნიშნავდა, რომ ქართულში ეს მარხვა, ხო? ადამიანი ცოცხალთა შორის აღარ არის. და როგორც გარდაცვლილი და უფლის წინაშე წარმდგარი საკუთარი განაჩენის მოლოდინში და რომ ვიცი რომ რა ვერ კარგი არსება ვარ და სავარაუდოდ რა ტიპის განაჩენსაც მივიღებ. აი ეს გლოვა და სინანული რომ თლიან მომიცავს მე. აი ამაზე ლაპარაკი. ხო, ამიტომ ამის გარეშე ალბათ ვერ და რაც შეეხება საკვებზე ხა უამრავი ადამიანია ვისაც ესეთვის პრობლემა აქვს ჯანმრთელობის დიაგნოზი დასმულია. ის კი არა რომ იცით მამაო მე სპორტსმენი ვარ და ხორცის გარეშე არ შემიძლია. კი ბატონო. რაღაც. სწორი მაგალითი მამაო გთხოვთ ეხა ჩემი შვილი აპირებს მარხვა დაიწყოს და იქნებ უთხრათ რომ ჯერ არ უნდოდეს რა. იმიტომ რომ მე ხო დედა ვარ, მე ხო უკეთ ვიცი იმისთვის რა არის კარგი. ამ შემთხვევებში არ გვაქვს ხო ლაპარაკი ჩვენ ახლა. ადამიანს აქვს გადაწყვეტილება მიღებული, რომ იცხოვროს უფლის მცნებების შესაბამისად. და თუ 64-ში მარხვა ეხება და მცენარეულ საკვებს, იმიტომ რომ მაშინ და მის ხოს არაფერს ჭამდა და უნდა შეეკავებინა თავი იმ რაღაც მცენარეულ საკვებისგან, დღეს არსებობს სხვა ტიპის. და ხვალ რომ გაჩნდეს ახალი მოთხოვნები მარხვასთან მიმართებით, ჩვენ ვიმეორებ დედა ეკლესიის კურთხევის შესაბამისად ცხოვრებას ვირჩევთ. და თუ ეს გულისხმობს კონკრეტულ პერიოდში წლისა თავში კავებას ამა თუ იმ ტიპის, ამა თუ იმ შემცველობის საკვებისგან, დიახ, რატომაც არა. ასე რომ მარხვის გარეშე ადამიანი ვერ ცხონდება ამ მხრივ. როცა თავს იმარხავ ცოდვისგან და შენ მზაობას ავლენ მთელი შენი არსებით.
წარდგე იმის წინაშე, ვინც საბოლოო მსჯავრს გაუწყებს. იქნები მასთან თუ განშორებული მისგან. ხო, ამ ხრივ და ესე კიდე კვების რაციოთან დაკავშირებით თქვენი მოძღვრები ან ისინი ვინც გახდებიან მოძღვრები უფრო კომპეტენტურ, უფრო თქვენს ცხოვრებასთან დაახლოებულ თემას იმასა პასუხს გაგცემენ ალბათ. კეთილი, შემდეგი შეკითხვა, ყველა ქართველი უნდა იყოს მართლმადიდებელი? ნუ პასუხი ასეთია, ყველა ადამიანი უნდა იყოს მართლმადიდებელი, ხო? უფალს ყველას გადარჩენა სურს, ოღონდ უფალს ყველას გადარჩენა სურს მათი თავისუფალი ნებიდან გამომდინარე. ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საზომი არის ქრისტიანულ ცხოვრებაში. რადგან ნეტარი ავგუსტინეს სვამს კითხვას, რომ რას ქვია, ღმერთს ყველას ცხონება უნდა და ვერ გამოსდისო? ის იმიტომაც არის ყოლის შემძლე, რაც ნებავს ყველაფერი შეუძლიაო. შეუძლებელია მოუნდეს რამე, რასაც ვერ შეძლებდაო. საერთოდ მას უნდა რომ ჩვენი თავისუფლება რეალისტეს. და ეს ხდება კიდეც. და თუ ჩემ თავისუფლებაში მე მნებავს რომ ცხონდე თუ არა შესაბამისად. ამიტომაც უფალს სურს რომ ყველა ადამიანს უნდოდეს იყოს მართლმადიდებელი. თუ ლაპარაკი იმაზე ცხონებასთან დაკავშირებით, დიახ, თუ თქვენ გაინტერესებთ მართლმადიდებელი ეკლესიის პასუხი, დიახ, ცხონდებიან ისინი, ვინც გახდნენ ქრისტეს სხეულის ნაწილი. ანუ ქრისტეს სხეული აღდგა და მარად ნეტარია და შესაბამისად ყველა ვინც გახდა მისი სხეულის ნაწილი, ქრისტეს მისტიური სხეული ეკლესია, მართლმადიდებელი ეკლესია, ყველა ვინც გახდა, კი ბატონო. მეორე საკითხია, ყველა უნდა იყოს თუ არა ფორმალურად მართლმადიდებელი და აქ პასუხი არის რომ არავინ არ უნდა იყოს ფორმალურად მართლმადიდებელი. აი ეს ფორმალიზმი ყველაზე საშინელი რაღაცა არის, რაც დღეს ჩვენ გვაქვს, ხო? ოფიციალურად მე ხომ აი ეს და ამიშველობა აქვს მე სინამდვილეში როგორ. გახსოვთ ეს მომენტი იყო. წარმართობაში გასაგები იყო, რომ კაი ეს თქვენი ღმერთები მათთვის ეს თემა იყო. მამა ღმერთი, ძე ღმერთი, ერთი ღმერთია კი, რაღაც უცნაურო ვერახქმადი იყო. კარგი რა, მოდი მარტივად უარყავი ზე პირადესა, შენ წამწე შენი ღმერთი, მაგრამ ჩვენი ღმერთები აღიარე. ხო ამდენი ღმერთია, შენიც იყოს, პრობლემა არ არის. ისლამში იმის გამო რომ მithumetes შიიტურ ისლამში არსებობს ხო ეს თაყია, როცა შენ შეგიძლია საჯარო თქვა რომ ღებულობ თქვენს შემოთავაზებას, კი ბატონო, მე უარყოფ ჩემს რელიგიას, გულში დარჩიო, შენი რელიგიის აღსარებლად, სინამდვილეში კიდევ არ გინდაო რა. ნუ ვიკითხოს გულში აქცევს ხო, მოდი მიიღე ფორმალურად ისლამი და იყავი შენთვის ბედნიერია. ჩვენ მეუბნე რომ არა. მაგრამ აი დღეს ეს ფორმალური სიტუაცია. დღეს, ამიტომ თუ თქვენ გულისხმობთ, ყველა ქართველი უნდა იყოს ის, რასაც უფალი უწოდებს მართლმადიდებელს, არა მარტო ყველა ქართველი, ყველა. მადაგასკარელი, ალიასკელი, ჩუკოტკელი, პაპუა ახალგვინეელი, ყველა. თუ გულისხმობთ, ყველა უნდა იყოს თუ რომ ადამიანსაც აქვს ნათლობის ცნობა, ხო, ეს როგორც წმინდა კირილე იერუსალიმელი ბრძანებდა, როდესაც ადამიანები არაგულწრფელად მიეხლებიან ემბაზს, კაცნი გნათლავენ, სული წმინდა კი არაო. ასე რომ მან სანუგეშოს ყველაფერს კეთით სამწუხაროდ. კეთილი. შემდეგ. ხელოვნური ინტელექტი ეშმაკისეულია და AI-ით სარგებლობა ცოდვა? იცით როგორი მომენტია. შეიძლება კაცობრიობა სულ ერთ იგივე წრეზე ბრუნავდეს? მატარებელი ეშმაკისეულია. მეტრო, ხალხი ჩაყავთ მიწის ქვეშეთში, იქ ხო ჯოჯოხეთია, აი ეს ათეისტური ხელისუფლება, როცა საბჭოთა კავშირში მეტროპოლიტენის მშენებლობა დაიწყო, ხო? რასაკეთებენ ჩაყავთ მიწაში.
ტელევიზორი ეშმაკის მანქანა არის, ფოტოაპარატი, თავით მე თუ მთებოდა ხოლმე, ხო? ეს ეშმაკის მანქანა სულს იპარავს. კომპიუტერი ეშმაკის მანქანაა. ადამიანს ღვთის გამიეცა შემოქმედების ნიჭი და უნარი. ადამიანს რატომღაც მოინდომა ინტელექტის დელეგირება ჯართზე. მისი უფლებაა. თუ თქვენ გსურთ საკუთარი ინტელექტის დელეგირება ამაზე, მე მქონდეს smart ტელეფონი, ანუ ჭკვიანი ტელეფონი. მყავდეს ჭკვიანი მანქანა, ცხოვრობდი ჭკვიან სახლში და ვიყო სულელი, თუ ეს ჩემი არჩევანია, კი ბატონო. ხელოვნური ინტელექტი შეიძლება ადამიანმა გამოიყენოს ცუდი რამისთვის. ნამდვილად შეიძლება. როგორც ნებისმიერი სხვა რამ შეიძლება გამოიყენოს ცუდი რამისთვის. შეიძლება კარგი რამისთვის. ტექნიკური საშუალება არის ის. დაუშვათ არ გახსენდებათ წმინდა ეზეკიელ წინასწარმეტყველის ან ესაიასთან ყველაზე დიდი რომელიც არის, ხო? რომელ თავში არის ესა თუ ის ფრაზა. თქვენ ძალიან გჭირდებათ. ზოგადად მომეტყვის სიტყვა გჭირდებათ რომ იპოვოთ იქ. და სიმფონია ბიბლიისა ქართულად არ გაქვთ თან. გაქვთ ალტერნატივა იკითხოთ 66 თავი ესაიასი ზოგადად და რამდენ ხანში იპოვით ვინცის ან კითხოთ ხელოვნურ ინტელექტს. შენ ხომ არის, აი ესა და ეს მსგავსი რამ. სად შეიძლება იყოს ეს წინასწარმეტყველთან. იმან ამოყაროს ვარიანტები და იქ იპოვოთ. ოპა, თურმე შეიძლება. და ამიტომაც ეს მიდგომა ცოტა უცნაურია. სხვა საკითხია ხელოვნური ინტელექტი რამდენად იჭრება ჩვენს ცხოვრებაში. რამდენად ვაძლევთ ჩვენ უფლებას რომ მან დაიკავოს ჩვენი ადგილი. როდესაც შვილი მეკითხება რაღაცას და მე იმის გამო რომ არაფერი მისწავლი, არაფერი ვიცი, ამიტომ ავტომატურად მე რას მეკითხები, კითხე რა შენს რაღაცას. არ დავასახელებთ ამ არც ერთ სახელწოდებას რომ რაღაც რეკლამა არ იყოს, ხო? ჩინური იქნება თუ ამერიკული იქნება, სადავარ იქნება სულ ერთია. იმას კითხე კაცო. თუ თქვენ მამის ფუნქციას გადაამისამართებთ ხელოვნურ ინტელექტზე, ის უკვე შემოვიდა თქვენს ოჯახში. თქვენ უკვე დათმოთ თქვენი მამობა, მშობლობა. თუნდაც არ ვიცი, მამი მოგიძებნი და შენ თვითონ რომ მოძებნი, თუნდაც თუ ეხლა რაღაც ვერ გახსენდება, მაგრამ ურთიერთობა შეინარჩუნო შულთან. და მერე, როდესაც მე თვითონ ყველაფერზე გადავამისამართე ამასა და მერე ეს ჩემი შვილი ხმას აღამცემს, ვეპატიჟები არ მოდის, მე და მეგობრები ვიკრიბებით, მივდივართ სადღაც, მოსალოცად მივდივარ, ჩვენ სულიერი ხალხი. ეს ჩემი შვილი აღარ მოყვება, მიახმა ამ თავის გაჯეტს. და საცთურად ექცა. აი ხომბობდი ეშმაკის მანქანაო და ვინ მიაბა ეს ბავშვი ეშმაკის მანქანას? გასოთ ხო მონღოლებს ხონდ ესე. ტყვე ბავშვებს რომ მიაბამდნენ ხოლმე ურვემზე. და სანამ ბავშვი ურმის თვალს არ გაცდებოდა, სიმაღლეთან არ გაუტოლდებოდა, მანამდე მას ვერ მოკლავდი. მერე შემოსაძლევდი იარაღს და სამართლიან ბრძოლაში კლავდი. ეს ურმის თვალზე ვინ მიაბა ეს ბავშვი? ვინ გაიმეტა სასიკვდილოდ? ამიტომ ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ ახლო მომავალში ხელოვნურ ინტელექტზე. ბევრი საუბარი იმაზე, რა პროფესიების ჩანაცვლებას შეძლებს ახლო მომავალში, ვერ შეძლებს ჩანაცვლებას ახლო მომავალში. თუმცა ჩვენი მოსწავლეები დღეს ირჩევენ პროფესიას. მე მინდა გამოვიდე ამის და ამის სპეციალისტი. კარგია. და შენ გიფიქრია, დაუშვოთ შენ ახლა ხარ პირობითად მე-10 კლასში, მე-11, მე-12 ისწავლე, შემდეგ 4 წელი ბაკალავრიატი ისწავლე, შემდეგ კიდევ 2 წელი მაგისტრატურა ისწავლე. 8 წლის შემდეგ შენ გიფიქრია, ამ მიმართულებით ხელოვნური ინტელექტი დაგიტოვებს კი ნიშას შენ? იმიტომ რომ სამყარო თანახმა მას გადააბაროს ყველაფრის უფლება. და შენ კიდაც არ იყო ცუდი შენ სპეციალობაში, იყო საუკეთესო ადამიანთა შორის. ვიღაც ეთქვის რომ ადამიანის შრომა უფრო ძვირი მიჯდება. მირჩევნია აი ამ უფასო პროგრამას დაუკვეთო ეს რაღაც. ვიდრე შენ ადამიანს. თუ შენ 8 წლის შემდეგ, როცა უკვე შენ პროფესია
პროფესიით დაიწყო ცხოვრება და ოჯახის კვება. ვეღარაფერს ვერ შეძლება. ეს საინტერესო თემა არის, ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ ხელოვნურ ინტელექტზე, მით უმეტეს შევეცდებით სანამ სასწავლო წელი დაიწყება. და სასწავლო წელი რო დაიწყება, ზოგიერთი ვინც მე-12 კლასში იქნება, შეიძლება კიდევ ერთხელ დაფიქრდეს. რა მიმართულებით წავიდეს. არ ამიტომ რომ ჩვენ ვიცით, უბრალოდ კითხვები დავსვათ. შეიძლება მათ ჯერ არ გაჩენიათ. ასე რომ არა ბატონო, ხელოვნური ინტელექტი თავისთავად ეშმაკეული არ არის. სარგებლობა ხელოვნური ინტელექტით ცოდვა არ არის. თუ არ იყენებთ თქვენ მას იმაში, რაც ცოდვა იქნებოდა ისედაც ხელოვნური ინტელექტით ქნავდით თქვენ ამას, თუ არ ქნავდით თქვენ ამას ხელოვნური ინტელექტით. ასე რომ ხელს ნუ შევახოცავთ აი ამ ტიპს. მე რა საკითხე რომ უნდა მიესალმო თუ მე როგორც ამობენ როცა შეკითხვას უსვამ და უნდა დაემშვიდო და მადლობა უნდა უთხრა. ეს მეორე მომენტი მიეჩვიო შენ რომ ის როგორც პიროვნება და თანაბარი აღიქვა და ის მიეჩვიოს რომ შენ ასე უნდა ექცეოდე მას. ნუ ამაზე სხვა დროს. კეთილი. და კიდევ ერთი შეკითხვა. დღეს ვიცით რომ ბევრი რელიგია არსებობს. რომელია ყველაზე ანტიქრისტიანული რელიგია? აქ ფრაზები გამოვტოვე, რაც ძირითადად იმას არ ეხებოდა. ხო, ყველაზე ანტიქრისტიანული რელიგია გააჩნია რაც გვაქვს ანტიქრისტიანულში. თუ ესეთი რელიგია რომელიც ებრძვის ქრისტიანობას და აი ესე დაძდევს ხმალამოღებული, ახლა ასეთები პირდაპირ სახით არ დარჩნენ. თუ თქვენ გულისხმობთ რელიგიას, რომელიც თავისი სწავლა მოძღვრებით მაცხოვარს აკნინებს, კი ბატონო, ცნობილი არის რელიგიები, ხო? სადაც იესო ქრისტე არ არის სული ღმერთი და სული ადამიანი. მაგრამ აი მოდით შევხედოთ სულ სხვა კუთხით ახლა ამ ყველაფერს. რომელია რელიგია, რომელიც ყველაფერს, რასაც ქრისტიანობა სახავს პირველ ხარისხოვნად, ყველაფერი იმას აქცევს სულს. ათეისტური რელიგია, სადაც შემოქმედი ღმერთის იდეა, არსი, კონცეფცია გამორიცხული, უარყოფილია. აი ამ ხრივ თუ მივადგებით, აღმოჩნდება რომ არც ისლამი, რომელიც ამდენი საუკუნეა ქრისტიანობასთან სულ ბრძოლაშია, არც იუდაიზმიც კიდევ უფრო დიდი ხანია ჭიდლშია ქრისტიანობასთან, არ აღმოჩნდება ამ მხრივ როგორც საპირისპიროს, აი წარმოიდგინეთ რომ რაღაც მიმართ წერტილიდან გავიდა ორი მატარებელი საპირისპირო მიმართულებით. ხო, დავუშვათ. ნებისმიერი სადგურიდან. ერთი წავიდა აღმოსავლეთით, მეორე დასავლეთით. ხო, აი ამ მხრივ ალბათ ბუდიზმი. ბუდიზმში ყველა ის იდეა, რომელიც ქრისტიანობის პირველ ხარისხოვანი უმთავრესია მაცხონებელია, ყველა ის იდეა არის შებრუნებული. პირველად არ ამიტომ რომ ბუდიზმი ერჩის ქრისტიანობას, ბუდიზმის თვის არ არსებობს რეალობა, რომელშიც ქრისტიანობა იქნებოდა რეალური და ჭეშმარიტი რელიგია. ერთი გადაცემაში ადრე ვთქვით, რომ ჩვენ ბუდიზმს შევეხებოდით და ნუ ეხლა ეს კითხვას გვაფიქრებინებს, რომ ალბათ ბუდიზმზე ერთი ორი ძალიან ზედაპირული შეხვედრა ალბათ გქონდეს, იმიტომ რომ ვინმე არ ამიტომ რომ ბუდისტები და არა. ბუდიზმის ზოგი მიმართულება, მათ შორის ჩინური ჩან ბუდიზმი, რომელიც შემდეგ იაპონიაში ძენ ბუდიზმის სახით მივიღეთ, შეიძლება ძალიან საინტერესოც იყოს. ძალიან საინტერესოც იყოს. კეთილი. ეს იყო რაც მოკლედ შეგვეძლო გეთქვა, აი ამ შეკითხვასთან დაკავშირებით, ამჯერად ვფიქრობთ, რომ საკმარისად თქვით ამასთან დაკავშირებით, რაც გამოგვრჩა, არასწორად თქვით. ნუ გვაიძულებთ განზრახ დავიწყოთ შეცდომების დაშვება, რომ თქვენი კომენტარები და სამართლიანი რაღაც ისედაც გვეშლება ალბათ ახლა განზრახ შეცდომები უკვე ზედმეტი იქნება, ხო? ამიტომ ველოდებით თქვენს გამოხმაურებას ჩვენს გვერდზე კომენტარების ველში. ახლა კი დაგემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე.